დიდ ბრიტანეთში ივანიშვილის სანქციების საკითხი გააქტიურდა. მაგნიცკის აქტი, შავსიაში შეყვანა ანტიკორუფციული მექანიზმით ან სასანქციო რეჟიმი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ბრიტანელი პარლამენტარები მთავრობას მოუწოდებენ ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ამ მექანიზმებით უპასუხოს. საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. კანონმდებლებმა ივანიშვილს უწოდეს პირი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო მიიტაცა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კანონმდებლებს დაუდასტურა, რომ ოცნების რეჟიმის სანქცირებაზე მუშაობა გრძელდება. სალომე ლაბაძე განხილვის დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. დასაყურებლოა ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას საქართველოში რუსეთის გავლენის შეკავების საშუალებად მიიჩნევენ, რადგან ბრიტანელი დეპუტატებისთვის ცხადია და ეს დაადასტურა სწორედ სახელმწიფო მინისტრისადმი ფილ ბრიკერის მიმართვამ, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთის ინტერესს ემსახურება, მაშინ როცა ის როგორც ფილ ბრიკერმა აღნიშნა, უპირისპირდება სამოქალაქო საზოგადოებას შესაბამისი რეპრესიული კანონებით, ასევე ცდილობს მედიის განადგურებას და ძალადობით ახშობს პროტესტსაც, რომელიც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიერ კონსტიტუციის დონეზე გაცხადებული ნების გაუქმებას, რაც გულისხმობს საქართველოს დაახლოების ხელშეწყობას დასავლეთთან, ევროკავშირთან და ნატოსთან. ფილ ბრიკერი საყურადღებოა, რომ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის მმართველ პარტიას, ის მმართველი პარტიის დეპუტატი, ანუ კირ სტარმერის თანაგუნდელია და ის მიიჩნევს, რომ ლონდონმა დააგვიანა კიდეც ბრიტანეთის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების ამოქმედება და იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის რეპრესიული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ლონდონმა მისი გუნდის არაერთი წარმომადგენელი უკვე დაასანქცირა. ბრიკერი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი ზომა არ არის და ახლა მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მოახერხოს და სანქციები დაუწესოს პირადად სწორედ ოლიგარქ ივანიშვილს. ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო ეფექტური სანქციების რეჟიმის დაწესება რეალურად აჩვენებს ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი სინამდვილეში. ერი, რომელიც დღეს კანონის უზენაესობის მხარეს. ერი, რომელიც პატივისცემს საერთაშორისო სამართალს. დავიწყოთ საუბარი საქართველოთი, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ევროპას უნდა უახლოვდებოდეს და არა უკან იხევდეს ავტორიტარიზმში მოსკოვის სასარგებლოდ. მთავრობის ყველა შტო და სახელმწიფო უწყებები მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და პარტია ქართულ ოცნებას. სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვიან. დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანში ყავს ამოღებული უცხოური გავლენის აგენტების კანონით, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოდან მოდის. მშვიდობიანი დემონსტრანტები კი ყოველთვის ეჩეხებიან ძალადობას. დიდ ბრიტანეთს დაწესებული აქვს სანქციები ზოგიერთი პირისთვის, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებს ძალადობაში, რაც მისასალმებელია. თუმცა მინისტრმა იცის, რომ ჩემი აზრით ეს საკმარისი არაა. დიდმა ბრიტანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა მათ არ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. ის დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიცკის აქტით, გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით. ივანიშვილი ზამთრობზე სანქციების მიღმა ყოფნა ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებსაც მსოფლიოში. გარდა ანტიდასავლური და რეპრესიული პოლიტიკისა, რომელიც ივანიშვილის სანქცირების ძირითად მიზეზად სახელდება დიდ ბრიტანეთში, ფილ ბრიკერმა ლონდონში სახელმწიფო მინისტრს ივანიშვილის დაინტერესების კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითა და ეს არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. აქ საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო გასული წლის ოქტომბერში რუსნეფტის ნავთობი, რომელიც მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმა უკვე დეკემბერში დაასანქცირა როგორც რუსული კომპანია, რომელიც კრემლს უკრაინის ომის წარმოებაში და ამ ომის დაფინანსებაში ეხმარება. საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული ცნობის მიხედვით ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის ოჯახი, საუბრობთ მაკა ასათიანის ოჯახზე, უფრო კონკრეტულად კი მის შვილზე, დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურის, ანუ გრუს მაღალჩინოსანთანაც, საუბარია მათ შორის ბიზნეს პარტნიორულ საქმიანობაზე, რაც ასევე საყურადღებო ცნობად მიიჩნიეს დიდ ბრიტანეთში და ფილ ბრიკერმა, მაშინ როცა ის მიმართავდა თემთა პალატაში სახელმწიფო მინისტრს, ყურადღება ამ საკითხზეც გაამახვილა. დღეს დილით გავიგე, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა სახელმწიფო დაფინანსება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელსაც როგორც როიტერი უწყება გასული წლის ოქტომბერში პირველი რუსული ნავთობის პარტია მიეწოდა. თავად ეს ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან, რუსეთის გერეუს პირველი მოადგილის ხელმძღვანელთან. ეს შეიძლება იყოს სანქციების გვერდისავლის აშკარა მცდელობა და ვიმედოვნებ, რომ ეს დაემატება ივანიშვილის საქმის მასალას.
როგორც მოისმენთ, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა და ის, რომ როიტერის ინფორმაციით ამ ქარხანამ გასული წლის ოქტომბერში რუსნეფტისგან, ანუ მოგვიანებით ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიისგან შეიძინა ნავთობი გადასამუშავებლად, აძლიერებს დიდ ბრიტანეთში ეჭვს იმის შესახებ, რომ საქართველოს შესაძლოა ივანიშვილის მმართველობის პირობებში კრემლის მიერ გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ აქ კრემლმა მოახერხოს სანქციებისთვის გვერდის ავლა და ამიტომ ამ საფუძვლითაც მათ შორის დიდ ბრიტანეთში შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან ბრიტანელი დეპუტატები ითხოვენ ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო აქტიური ზომების მიღებას, უფრო კონკრეტულად კი იმას, რომ მას შემდეგ რაც ლონდონმა უკვე დაასანქცირა ბრიტანეთის ივანიშვილის მთავრობის არაერთი მაღალჩინოსანი, ახლა უკვე სანქციები გავრცელდეს თავად ოლიგარქ ივანიშვილზეც.